მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რამდახოცა მასობრივად წალკის წყალსაცავზე თევზები. გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის სინჯების ლაბორატორიული ანალიზების დასკვნა მივიღეთ. ის შემდეგია, ციტატა, მსგავსი ტიპის გადაჭარბებები პერიოდულად ფიქსირდება სხვადასხვა ლოკაციებზეც, მდინარეებზე, ტბებზე. შესაბამისად, აღნიშნული გადაჭარბებები სავარაუდოდ ნაკლებად განაპირობებს თევზზე ზემოქმედებას. დეტალურად კი თევზის მასობრივად დახოცვის გამო აღებული წყლის სინჯების შედეგები ასეთია: წყალი ორგანული ნარჩენებით, ფეკალური მასები ნაკელი, დაბინძურებულია. ასევე აღმოაჩინეს ნაწლავის ჩხირებიც, თუმცა ეს სავარაუდოდ ნაკლებად განაპირობებდა თევზის დახოცვას. თითქმის ერთთვიანი ლოდინისა და არაერთი მცდელობის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წალკის წყალსაცავზე აღებული წყლის სინჯების შედეგები გამოგვიგზავნა, სადაც ზემოთ ხსენებულია მითითებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წალკის წყალსაცავის 3 ადგილზე აიღეს წყლის სინჯები და 3-ვე ლოკაციაზე პესტიციდებისა და დანარჩენი კომპონენტების შემცველობები ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს ინფორმაციით, წყლის 3 სინჯი 12 ივნისს აიღეს. სპეციალისტებმა შეისწავლეს 27 ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი, ასევე 14 სახეობის პესტიციდი. მაშინ რა გახდა თევზის დახოცვის მიზეზი? ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. რა მოხდა? ჩვენ წალკის წყალსაცავზე დიდი ოდენობით დახოცილი თევზი 11 ივნისს გადავიღეთ. მას შემდეგ ჩვენი რედაქცია მიზეზის გარკვევას ცდილობს. 2 ივლისს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა და თევზაობა და წყლის გამოყენება აიკრძალა. თითქმის 3 წელია, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამატში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეჩერდა და არ გაგრძელებულა. როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, ბავშვები მიმდებარე სოფლებში და ქალაქ ვალეში დაჰყავთ. რაც გამოწვევებთანაა დაკავშირებული. საბავშვო ბაღის საქმეზე გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, სამსახურეობრივი მეოლეობის ბოროტად გამოყენების და კომპანიის წარმომადგენლები მილიონობით ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს. იგეგმება თუ არა და როდის ბაღის რეაბილიტაციის გაგრძელება? თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. თვალი გვადევნეთ. რუსეთის ეკონომიკური ანექსია ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსურ კონტროლს აძლიერებს. შეთანხმება ხელფასების ზრდასა და მოსკოვის ზედამხედველობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს და ამბობს, რომ ეს კრემლის მიერ ეკონომიკური გავლენის გაძლიერების მექანიზმია. იგივე ეკონომიკური ანექსია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის და დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში გაფორმდა. დოკუმენტი საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის კიდევ ერთი ნაწილი ფინანსურ კონტროლს ეხება. შეთანხმების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ყველა ფინანსური გადარიცხვა სანქცირებული VTB ბანკის მეშვეობით განხორციელდება. ინსტიტუტის შეფასებით, ეს კრემლის მხრიდან ფინანსური ზედამხედველობის უპრეცედენტო გაძლიერებას ნიშნავს. ახალქალაქელმა სპორტსმენებმა მსოფლიო თასზე 4 ოქროს მედალი მოიპოვეს. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ კიკბოქსინგის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ახალქალაქელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს მედალი მოიპოვეს. მსოფლიო თასის გამარჯვებულები გახდნენ სერჟ სარქისიანი, ანდრანიკ მარაბიანი, სარქის ტონაკანიანი და ვარაზდა ტაკოფიანი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვია ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.